დედა იყო ოლი არველაძე, იყო დედა ჩემი აგრონომი, ძალიან უყვარდა ბუნება, ძალიან უყვარდა ყვავილები, უამრავი ყვავილები ქონდა ყოველთვის სახლში, მაგრამ ჩვენი იმის გამო რომ ჩვენ მე და ჩემი ძმა მოვლა გჭირდებოდა სკოლა რამე რაღაცა არ მუშაობდა და ძალიან გულიწყდებოდა რომ არ გააგრძელა მუშაობა, იყო ძალიან ნიჭიერი ქალი. ეს სტერეომეტრია იმან მასწავლა და ამიხსნა, იმიტომ რომ სივრცული რაღაცები ხანდახან მიჭირდა ხოლმე. მამა ჩემი იყო ზესტაფონში შედის თავარი ინჟინერი, აი ფეროშენათა ქარხანა როა ზესტაფონში, იქ რაღაცებს აშენებდა და წავიდა ზესტაფონში და ჩვენც ესე იგი წავედით დაახლოებით ვიყავით ჩვენ ალბათ ერთი 6 წლის რომ გადავედით იქ თუ 7-ის და მე სკოლა მე დავამთავრე ზესტაფონში მე-4 საშუალო სკოლა. ძალიან დატვირთული სკოლის წლები მქონდა, ძალიან აქტიური. თან ძალიან უცნაური კარგი იყო ის რომ ზესტაფონში აი ძალიან 1 კვადრატულ მეტრზე იყო ძალიან ბევრი ინტელექტუალური მოყრელი, იმიტომ რომ იყო ფეროშენათა ქარხანა, იქ იყო ქიმიური ის და იქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც განათლება ჰქონდათ გერმანიაში, რუსეთში, სხვაგან მიღებული და ცხოვრობდნენ აი ამ ქარხნის ტერიტორიაზე. იყო დასახლება და მე მახსოვს მაგალითად დედაჩემი და ისო სტუმრად რომ მიდიოდნენ და იქ იყო ლაპარაკი, არ ვიცი, ტიუჩევი და ფეტი და ეგეთი იქ გავიგე მე ეგეთი რაღაცები და მართლა სამოვარზე და კინოს გარჩევა და რაღაცები. შემდეგ დავამთავრე სკოლა, იმ წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და ნუ ძალიან აქტიური ვიყავი სკოლაში. მე უნივერსიტეტში კომკავშირში აქტიური არ ვიყავი. სიმართლე გითხრა, იმიტომ კი არა რომ ამე ასეთი მქონდა. უბრალოდ ერთხელ კრებაზე რომ დავესწარი, ის ხალხი ვინც იყო არ მომეწონენ. აი ესე ვთქვათ, რაღაც საჩებოები არ იყვნენ. პოლიტიკაში, პირველად ოფიციალურ პოლიტიკაში პირველად აღმოჩნდი 90-იან წლებში. როცა შეიარაღებული აჯანყებით მოხდა, ასე ვთქვათ, პირველი პრეზიდენტის ჩამოგდება, მიუხედავად იმისა, მე არ ვიყავი ჩართული რაიმე სამთავრობო რაღაცში, მქონდა ძალიან ისეთი გაბრაზებაც მქონდა და სხვა, რომ რაღაცა ქვეყნის ნორმალურ დინებაში არც თუ სასიამოვნო რაღაცა მოხდა. ამიტომ რაღაც გამიჩნდა ესეთი სურვილი, რომ სადღაც გამომეხატა ეს ჩემი დამოკიდებულება და ერთადერთი, ასე ვთქვათ, ნარჩენი პარტია იმ გვალიმაგიდიდან იყო ტრადიციონალისტები. შეუერთდნენ ტრადიციონალთა პარტიას, მაგრამ როცა მათ უკვე ასლან აბაშიძის მხარე დაიჭირეს, მე ასე ვთქვათ მკივნეულოდ გამოვედი იქედან, ურთიერთობები არ გამიწყვეტი, ეხლა კარგ ურთიერთობაში ვარ მათთან, მაგრამ უკვე მათი მხარდამჭერი არ ვიყავი. ამ პერიოდში უკვე ამერიკაში მომიწია წასვლა, ფულბრაიტი მოვიგე, კიდე სხვადასხვა გრანტები მოვიგე. ამერიკაში მუშაობდი, ვასწავლედი ჯორჯ მეისონში, კვლევას ვეცეოდით. როცა ფულბრაიტი წავედი, მე 2000 წელს მე უკვე ვიყავი დოქტორი მეცნიერების. იქ მქონდა მე გარკვეული ლექციები, არა ეხა ესე ფულ მთლიანი დატვირთვა კი არა, რაღაც ერთი სალექციო კურსი მქონდა სტუდენტებთან და გარდა ამისა მქონდა კვლევა. კვლევის შედეგად ამ ერთი წლის შემდეგ უნდა დაგედო ნაშრომი და ეს არის ხა გუგლში თუ შეხვალთ ეს ნაშრომი დევს ჩემი. ამავე ვისა ჩემ აქცენტს რუსთავი ორის უატრიალებს ამ ბოლო ხანებში, მაგრამ აქცენტს ის არავინ აქცენტს ყურადღებას. თავარია შენ უნდა შეგეძლოს შენი აზრის გამოთქმა, უნდა შეგეძლოს გაგება, უნდა შეგეძლოს დაწერა. თუ ეს იცი ახლა ევროსაბჭოში თითქმის 5-6 კაცისგან და ყველა ძალიან უცნაური აქცენტი აქვს. ზოგს ქართული, ზოგს ფრანგული, ზოგს იტალიური, ზოგს. ბიძინა ივანიშვილი გავიცანი 2012 წლის თებერვალში დამირეკეს და მითხრა რომ ბატონი ძიდას უნდა თქვენთან შეხვედრა. მივედი შეხვედრაზე და მითხრა რომ უნდა რომ ძალიან პატივს ვცემ, მე მისმენს ხოლმე, კარგად ესე იგი ძალიან სწორ ანალიზს აკეთებ და საერთოდ დადებითი ადამიანი ვარ და უნდა რომ იყო მისი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სახალხო საღამორო ქონდა, ხო? რაღაცები ვილაპარაკეთ, ვიხუმრეთ, ვიმღერეთ. მე მგონი ჩიტივრიტი მოფრინავდა, რაღაც ესეთი იყო, იმიტომ რომ აი დაიწყეს სიმღერა იქ ქართული ხმები რო არის, ისინი ხშირად ესწრებიან ხოლმე ეგეთ რაღაცას და იმათმა და просто ავაყოლეთ რა სიმღერა. ბიზნესს ავაყოლა, მეც ავაყოლე სიმღერა, მე მართლა ძალიან მიყვარს სიმღერა. მე როცა ოპოზიციაში ვიყავი და მაშინ ეგ ადამიანებს ძალიან მოწონდა რომ რა სიმართლეს ლაპარაკობს და სხვა. ეხლა როცა ხელისუფლებაში ვარ, ვცდილობ ეხლა ვილაპარაკო სიმართლე. და ხანდახან ზოგი ადამიანი ნაწყენია ხოლმე ამაზე. ან არაფერს არ ვამბობ, ან თუ ვამბობ, უნდა იყოს ის, რაც მე მჯერა რომ სიმართლე. და ჩემ თავთან უნდა იყო მართალი. ასე ვიცხოვრია და მინდა რომ ასე გავიქცე.